სახელითა მამისათა და დედასათა და სულისა წმინდისა ღმერთმა გაგზავნა ყველას მინდა გისურვოთ გაძლიერება სულიერი პირველ რიგში ჯანმრთელობა სულიერი და რა თქმა უნდა ხორციელიც ყველაფრის ამის მეუფე არის ქრისტე ღმერთი არავის არ უნდა დაავიწყდეს ადამიანს თუ იგი მარტო არ არის სულ მუდამ მას უყურებს ღვთის თვალი ღმერთი სულ ხედავს მას იგი ყოველგანაა და ყოველსავე აღავსებს მადლით ამესითა ყველაფერს აღავსებს ეს ნიშნავს იმას რომ უფალი ყველგანაც თავის სიყვარულით თავისი სიკეთით სიმშვიდით სიმდაბლით და ჩვენს მოგვიწოდებს მოთმინებისკენ შერიგებისკენ მონანიებისკენ სიმდაბლისკენ თამდაბლობისკენ სიმშვიდისკენ და რა თქმა უნდა პირველ რიგში სიყვარულისკენ მოგვიწოდებს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რაც მე ჩავთვალე ესე ადვილად სიძე მოთმეული არ მოდის ეს ყველაფერი მოდის დიდი ტკივილით ტანჯვით ეს ყველაფერი გზნობიარე ქრისტიანი ადამიანისათვის ფას ტკივილის გავლით ხდება განსაცდელების ბრძოლების ხილულთო უხილავ მტრებთან დაპირისპირებით პირველ რიგში საკუთარ მავნე ჩვენებთან ბრძოლის ყველაზე ძნელი საკუთარ ცოდვებთან ბრძოლა რაც არის იმასთან ბრძოლი მოდის მაგრამ აუცილებლად ღვთის მადლი როცა საჭიროა თუ კი ადამიანი მოითმენს და გადაიტანს კრიზისს რომელსაც თავისი ადამიანისათვის ყველა ადამიანისათვის თავისი მაქსიმალური თუ მინიმალური მნიშვნელობა კრიზისულ ფუნქციას გააჩნია ხოლმე თუ ამას გადაიტანს შემდეგ უკვე მადლი ღვთისა და ნიჭი ღვთისა აუცილებლად მოვა ამიტომ სულ მუდამ ჩვენგან ერთი რამე მოითხოვება უფალი ყოველთვის მზად არის უფალი ყოველთვის გახსნილია ჩვენგან მოითხოვება ერთი რამე ჩვენ ვიყოთ გახსნილი ჩვენ ვიყოთ მზად ჩვენ მუდამ ვიყოთ ვედრების პროცესში უფალი იესო ქრისტე ზეო ღვთისაო შემიწყალე მეწოდები და ეს თუ არ ვიძახით ყოველ შემთხვევაში ამ განწყობილებაში ამ სულიერ ვლოცვით მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი თორემ ამა ქვეყნის საზრუნავი რომელიც უხვად გვაქვს და პრობლემები და კრიზისი რომელიც სულ კერკლებულობს უფრო მატულობს ყოველთვის შეგვიშლის ხელს ღვთისაგან მისწრაფებაში ყოველთვის უკან დაგხვევს ჩვენ თუ მივეცით ამა სოფლის ამა ქვეყნის ამ მიწიერი ცხოვრების შფოთს წუხარებას დაძაბულობას ვთქვათ ამავებას ღვთის მადლს ვერ მივიღებთ უფრო უნდა პირველ რიგში გამოვყოთ უნდა ერთმანეთსაგან რა არის ღვთისა საიდან რა რომელია ღვთის მხარე ღმერთის მხარე მარჯვენა მხარეა ხო მარჯვენა ნაწილი ჩვენს ცხოვრებაში სულიერი ნაწილი და გამოვყოთ ძალიან ფრთხილად მისგან უხეში მატერიალური ანუ მეორე ხარისხოვანი რაც არის ღვთისა მივცეთ ღმერთს კეისრისა კეისარს აი ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან ფრთხილად და აუცილებლად როცა ჩვენ ღმერთს მივენდობთ და ღვთისას ღმერთს მივენდობთ ეს ღმერთისადმი მინდობილი ძალა გაასულიერებს იმ მატერიალურსაც და იმ ყოველდღიურ რუტინულ ჯვარკვირთველობის იმ რუტინულ მიწიერ ზოგჯერ ჩვენთვის მძიმე აღსასრულებელს რასაც ჩვენ ვაკეთებთ სავალდებულო ფორმით მიწაზე რომელზეც საზღვრული და რომელსაც თავისუფალი არავინ არ აქვს ყველა ჩვენი ჯვარი გვაქვს ყველა ჩვენი ხილული თუ უხილავი თვირთი გვაქვს სასიამოვნო თუ უსიამოვნო ზოგჯერ სავალდებულო მაგრამ საჭირო ზოგჯერ არასასიამოვნო მაგრამ სავალდებულო და საჭირო რაც აუცილებლად გადასალახავია ამიტომ ღმერთს ერთი რამ უნდა ადამიანისათვის არა ნებავს სიკვდილი ცოდვილისა არამედ მოქცეული ცხოვრება მისი მინდა ეს ამ საქმეში მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენ თავს ხელი არ შეუშვათ ღმერთმა ჩვენში ძალიან ბევრი რამ დათესა 7 ნიჭი 7 მარცვალი ესე უხეშად ვთქვა ნიჭი სულიწმინდის რომელმაც 9 ნაყოფი უნდა გამოიყოს ეს უბრალო რაღაც ცარიელ ტომარაში კი არ ჩაყარა უფალმა არამედ ნიადაგზე დარგო ჩვენი ნიადაგი რა არის ეს არის ჩვენი სული ხატება და მსგავსება ღვთისა მოგვეცა ჩვენ ადამიანის სული ეს ის ნიადაგია რომელიც უნდა განოყიერდეს რომელიც უნდა მომზადდეს რომელიც უნდა ვარგისიანი იყოს იმისაც რომ ამოვიდეს მასზე ამოიყლორტოს ყვავილის გამოიღოს და ნაყოფის გამოიღოს და არ მოიშტოს სხვადასხვა როგორც იგავში არის სახარებისეულ სხვადასხვა პრობლემები და სხვადასხვა განსაცდელები და არ მოიშტოს და არ გახდეს და უნაყოფო არ დარჩეს ადამიანი აი იმისათვისა ვართ მოსული ჩვენ აქ მუდამ გვიძახის უფალი და ჩვენ როგორც ბავშვებს უძახის მშობელი, ესე გვიძახის, გვიხმობს მუდამ.
ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩვენი სულიერი მზერა, სულიერი სმენა და სხვა სულიერი ორგანოები უნდა გავასულიეროთ, გამწმინდოთ. უფრო მაღალ სიხშირეზე ვამუშაოთ, ხეშად რომ ვთქვათ, უფრო მაღალ რეჟიმში, სულიერ რეჟიმში გადავიყვანოთ ჩვენი ცხოვრების პარამეტრები, რომ ადამიანი გაიხსნას ღვთის წინაშე და დაინახოს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ღმერთი არსებობს, დიდება ქრისტეს სახელს, რომ არსებობს ღმერთი, და რომ თურმე იგი მარტო კი არ არის და თურმე იგი უმიზნოდ, უსაგნოდ და აბსურდული ქმნილებად კი არ არის შემოგდებული რეალობაში, არამედ მას უდიდესი მისტიკური დანიშნულება აქვს ადამიანს, მას უდიდესი ჯვართვირთველური დანიშნულება აქვს, რომ იგი ღვთის დიდებისათვის, ღმერთის ქრისტეს შემეცნებისათვის არის მოსული და ქრისტეში საკუთარი თავის შემეცნებისა და რეალიზაციისათვის, საკუთარი ძალებისა და პიროვნებისთვის. აი ამისთვის არის მოსული. ამიტომ მუდამ მოთმინება მართებს ჩვენ ბევრი მეკითხება პრობლემებისგან გათანგული ადამიანები, რომლებიც ხშირად მოდიან და ბევრი პრობლემების, გაჭირვების, სიმძიმის გამო მოდის ეკლესიაში, რომ ღმერთთან მოდის პირველ რიგში, რომ ეშველოს მას, რომ გვეშველება რამე ზოგი სასწაულთილებაში წვარდება, რაც დაუშვებელია. არავითარ შემთხვევაში სასწაულთილებაში არ უნდა ჩავარდეს ადამიანი. არავითარ შემთხვევაში. მუდამ უნდა იმედი გქონდეს ღვთისა. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება ჩვენ. ოღონდ ერთი რამეს გთხოვს, რომ კონსტრუქციული მოთმინება გქონდეს ჩვენ. ვინც მოითმენს, ის გადარჩება. მოთმინება არა მოთმინებისთვის, ტანჯვა არა ტანჯვისთვის, მოთმინება ქრისტესთვის, ტანჯვა ქრისტესთვის. რაც ტანჯვისაგან ამთავისუფლებს და სიხარულს ანიჭებს ადამიანს. მუდამ ლოცულობდეთ. მუდამ მადლობდეთ და მუდამ გიხაროდეთ უნდა თქვი. აი რა სახარება. მინდა ეს გისურვოთ, რომ მის პასუხისმგებლობა, რომელიც უფალმა დაგვავალა ჩვენ ამ მიწიერ ცხოვრებაში, რომელიც ერთი დიდი უზარმაზარი, რთული და მრავალგანზომილებელი ქსოვილია, სადაც ჩვენ ვართ ღვთის განგებით, ხატა და მსგავსად ღვთისმოსულები, რომ მივიღოთ უნიკალური გამოცდილება, უნიკალური ლაბორატორია, უნიკალური უნივერსიტეტი, ზეციურის თუ მიწიერის გადახლართული უნივერსიტეტი, უზარმაზარი აკადემია, რომელიცაც მიწიერი ცხოვრება ქვია, სადაც მოგვეცა ყველა საღვთისმეტყველო მაქსიმალური თუ მინიმალური ცოდნა წმინდა გამოცხადების სახით, მოწოდებული ვართ აქ იმისათვის, რომ დიდი გამოცდილება, როგორც სულიერი, ასევე ხორციელი, როგორც ხილული, ასევე უხილავი, მივიღოთ და ამ გამოცდილებაში ქრისტეში ჩვენი თავი ვპოვოთ. და აი მაშინ, როცა რწმენაში გავძლიერდებით, როცა იმედში ვიქნებით ძლიერი და სიყვარულში გზაც გაიხსნება, რასაც ყველას გისურვებთ.